უწყვეტი პროტესტის 72 დღეა დღეს და გაიმართა არაერთი აქცია თბილისსა და რეგიონებში. ახლაც არის აქციები და მსვლელობა. თქვენ ხედავთ ორ კადრს, ერთი თბილისიდან, მეორე ბათუმიდან. დავიწყოთ თბილისით. დავით ჭაბაშვილი, ჩვენი კორესპონდენტი, მოგვიყვება ახლა სად იმყოფება. აი ამ მსვლელობას ვადევნებ თვალყურს, გვეტყვის დათო სად იმყოფება და მოთხოვნების შესახებ ისედაც ცნობილია. დათო. დიახ, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე. პროტესტის 72 დღე არის და პატიმრების ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები შეიკრიბნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ და მათ უკვე სულელობით მიემართებიან პარლამენტისკენ. ისინი აპროტესტებენ იმ რეჟიმს, რომელსაც ქართული ოცნება ჰქვია და ითხოვენ სინდისის პატიმრების გათავისუფლებას. თქვენ ახლა გესმით შეძახილები ავტომობილებიდან საყვირებით ესალმება აქციის მონაწილეებს. მე ახლა შევეცდები რომ გავესაუბრო აქციის მონაწილეებს და ვკითხო მათ თუ რას აპროტესტებენ, რატომ არიან აქ შეკრებილები. მოგესალმებით ქალბატონო. გამარჯობა, რომ გვითხრათ თქვენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეიკრიბეთ და მსვლელობით მიემართებით პარლამენტისკენ. რა არის თქვენი მოთხოვნები და რას აპროტესტებთ? გასაკვირველია, დღევანდელი დღე ეძღვნება რეჟიმის ტყვეებს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. ეს არის პირველი ლოზუნგი. საერთოდ აი ამ რაც უფრო ძვინვარდება დიქტატურის დამყარება ჩვენ ქვეყანაში, უფრო მძაფრად უნდა მოვითხოვოთ არჩევნები. და ვფიქრობ, რომ აი ეს ჩვენი ბანერი გადავატარეთ შემხედრ ყველა მანქანას, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გააცნობიეროს, რომ ეს არ არის ხუმრობა, ეს არის სერიოზული საფრთხე და ბევრმა გაიღვიძოს და დაგვიდგეს გვერდით, თუ არ უნდა. აპირებს პროტესტის გაგრძელებას, რა თქმა უნდა. გასაკვირველია, დამორჩილებას არ არც ერთი სულელური კანონის მიმართ მორჩილებას არ ვაპირებ მე პირადად. მე ხალ შევეცდები კიდევ გადმოვინაცვლა აქციის მონაწილეებმა გზის მეორე მხარეს. მე ახლა შევეცდები კიდევ ერთ აქციის მონაწილეს გავესაუბრო. ქალბატონო, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვმუშაობ. რო გვითხრათ თქვენი мотиваცია რა არის, რატომ ხართ დღეს აქ და რას აპროტესტებს, რისი თქმა გსურთ ხელისუფლებისთვის? ყოველი პარასკევი დღე ეძღვნება ამ რეჟიმის ტყვეებს და მოვითხოვთ პირველ რიგში რომ განთავისუფლებული იქნეს უდანაშაულო სამშობლოს სიყვარულისთვის დასჯილი ტყვეები და მოვითხოვთ არჩევნებს, სადაც არ იქნება სიმართლე, შვიდობა აღარ იქნება. ამიტომ მაგად გონიოთ რომ ჩვენ დავიღლებით. ჩვენ ზუგ-ზუგან არის ჩვენი სამშობლოს არ დაუთმობთ ჩვენ რუსებს, აი ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს. ვითომ ხელისუფლებას რომ წარმოადგენენ, სინამდვილეში არავინ არ ცნობს მათ ლეგიტიმაციას და რაც შეიძლება მალე უნდა დავასრულოთ ეს ხელისუფლება. ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქია უნდა დასრულდეს საქართველოში. ერთი კაცის საქართველო ვერ იქნება და არ იქნება. საქართველო ყველასია, ყველა ინსტიტუტები ხალხისა. მადლობა, როგორც ბატონო, თავისუფლება პატიმრებს, სინდისის პატიმრებს და როგორც უკვე გითხარით, აქცია მსვლელობა დაკავებული პატიმრების ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები არიან შეკრებილები, რომლებიც მსვლელობით მიემართებიან პარლამენტისკენ. აგერ თქვენ ხედავთ ბანერებს, წარწერებით თავისუფლება სინდისის პატიმრებს და მოკლედ სხვადასხვა პატიმრების ფოტოებიც არის ასევე გამოსახული და ისინი მიემართებიან პარლამენტისკენ შეძახილებით და აქ